მსოფლიო პოლიტიკა შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სკანდალის წინაშე აღმოჩნდეს. რა ხდებოდა ჯეფრი ეპშტეინის წვეულებებზე და ვის სახელებს გამოააშკარავებს გამოძიების ბოლო ფაზა. გუშინ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა დონალდ ტრამპის ბრძანების თანახმად ეპშტეინის საქმის მასალები გამოაქვეყნა. ახალი ფოტო და ვიდეო კადრები ახალ და მძიმე კითხვებს აჩენს. მასალებში ფიგურირებენ მოქმედი და ყოფილი პოლიტიკური ლიდერები, ბიზნესმენები და ცნობილი სახეები, მათ შორის დონალდ ტრამპი, ბილ კლინტონი, ბილ გეიტსი, მაიკლ ჯექსონი, მიკ ჯაგერი, დაიანა როსი და კიდევ ბევრი სხვა. საქმე ეხება დახურულ წვეულებებსა და ელიტურ შეკრებებს, რომლებიც ხშირად ფინანსური ფორუმების, ქველმოქმედების ან მოდის ჩვენებების საფარქვეში იმართებოდა. რეალურად კი, როგორც გამოძიების მასალებიდან ირკვევა, ხდებოდა არასრულწლოვანთა სისტემური ექსპლუატაცია, ძალადობა და შანტაჟი. დანაშაულები, რომელიც გავლენიანი კავშირების გამო წლების განმავლობაში გამოუძიებელი დარჩა. რა საიდუმლოებები იმალება ეპშტეინის სამყაროში, ვინ იცოდა, ვინ მონაწილეობდა და ვინ უზრუნველყოფდა ამ ქსელის ხელშეუხებლობას. ნათია ჩეხერიასთან ერთად ვაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს, ის უკვე ჩვენთან ერთად იმყოფება. ნათია, საღამოშიდობის. საღამოშიდობისა, ნათია, პირველ რიგში დავიწყოთ უფრო დეტალურად რომ მოგვიყვე, რა არის გამოქვეყნებული აი ამ ახალ დოკუმენტებში, რაზეც ჩვენ საუბრობთ. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა 300,000 გვერდიანი დოკუმენტი, ფოტოები, ვიდეოები, ასევე სასამართლო დოკუმენტები, რომლებიც უკავშირდება ეპშტეინს. ეს არ არის საბოლოო გამოქვეყნება, მომავალ კვირებშიც გაგრძელდება, თუმცა ახლა ვისაუბროთ რა ვნახეთ ახალი ამ დოკუმენტებში. გამოქვეყნებულ ფოტოებზე ეპშტეინთან ერთად არის ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ასევე ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, ასევე ყოფილი პრინცი ენდრიუ, ვუდი ალენი, მილიარდერი ბილ გეიტსი, პირველად ამ დოკუმენტებში ვნახეთ მომღერალი მაიკლ ჯექსონი, მიკ ჯაგერი, ფილოსოფოსი ნოამ ჩომსკი და სხვა გავლენიანი ფიგურები და ვარსკვლავები. იურისტების განმარტებით ეს ფოტოები თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები იყვნენ თანამონაწილე ეპშტეინის დანაშაულის. იუსტიციის დეპარტამენტამდე გამოაქვეყნა მასალა დემოკრატებმაც და ვიდეო მასალაში, რომელიც ეპშტეინის კუნძულზეა გადაღებული, ჩანს მისი კაბინეტი, ასევე ჩანს საძინებელი ოთახები. აი ამ კაბინეტში იყო დაფა, რომელზეც ესე არეულად წერია სიტყვები პოლიტიკური შეთქმულება, მოტყუება, ძალაუფლება და ასე შემდეგ. ასევე ცნობილი ადამიანების ფოტოებთან არის ფოტოები, რომელზეც ქალის შიშველის სხეულია გამოსახული ციტატებით ნაბოკოვის რომანიდან ლოლიტა. ეპშტეინი 2019 წელს დააკავეს ტრაფიკინგის და პედოფილიის ბრალდებით. ძალიან მალე იპოვეს თავის საკანში გარდაცვლილი. ოფიციალური ვერსიით მან თავი მოიკლა, თუმცა არაოფიციალური ვერსიით ამბობენ, რომ ის მოკლეს გავლენიანმა ადამიანებმა, რომელზეც მას ჰქონდა ინფორმაცია. აცია, საინტერესოა რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან ამერიკის მოქმედ პრეზიდენტს. შენც აღნიშნე და ჩვენც ვნახეთ დონალდ ტრამპის ფოტოები. არის თუ არა რაიმე კონკრეტული მტკიცებულებები, რაც ტრამპის დანაშაულს ადასტურებს? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვნახეთ ფოტოები ამ დოკუმენტებში დონალდ ტრამპისა და ეპშტეინის ერთად გადაღებული, ასევე ვნახეთ დონალდ ტრამპის მიერ გადაღებული ფოტოები ქალბატონებთან ერთად, იურისტები ამბობენ, რომ ეს რეალურად არაფერს არ ნიშნავს და არ ნიშნავს, რომ ამერიკის პრეზიდენტი თანამონაწილე იყო რომელიმე დანაშაულის. დონალდ ტრამპი ამ ფოტოების არსებობას არც აქამდე არ უარყოფდა, ამბობდა, რომ განსაკუთრებული ამ ფოტოებში ისედაც არაფერია და რამე რომ იყოს კომპრომატი მასზე, დემოკრატები აქამდეც გამოიყენებდნენ. რაც შეეხება მეგობრობას, ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ აკავშირებდათ მეგობრობა მას და ეპშტეინს, თუმცა 20 წლის წინ ეს მეგობრობა დასრულდა. მე არ მინახავს ფოტოები, მაგრამ ყველა იცნობდა ეპშტეინს. ის მთელ პალმ ბიჩში იყო. მას ყველასთან აქვს ფოტო. ასობით ადამიანი, ვისთანაც მას ფოტო აქვს გადაღებული. ასე რომ, ეს ფოტოები ბევრს არაფერს ნიშნავს. ნათია, ეპშტეინის ფაილებში მხოლოდ მოქმედი პრეზიდენტის ფოტოები არ არის, საკმაოდ ბევრია ყოფილი თუნდაც დემოკრატი პრეზიდენტების, მათ შორის ბილ კლინტონის, ასევე ბარაკ ობამას ფოტოებიც აი ამ მასალებში, რომელიც გამოქვეყნდა. კი, არაერთი ფოტოა ბილ კლინტონის გამოქვეყნებული, ერთ ფოტოში ის ჯაკუშია, მეორე ფოტოში აუშია, სახე დაფარულ ქალბატონთან ერთად წარმოდგენილი და ამბობენ, რომ სახე იმიტომ აქვს დაფარული ამ ქალბატონს, რომ ის არის სავარაუდო მსხვერპლი. ასევე ფოტოზე ჩანს გილეინ მაქსველი, რომელიც ეპშტეინის შეყვარებული იყო და ახლა ციხეში 20 წლიან სასჯელს იხდის ბავშვების სექსუალური ტრაფიკინგისთვის. პრეზიდენტ ბილ კლინტონის სახელი სასამართლოს დოკუმენტებშიც რამდენჯერმე სახელდება და ფიგურირებს, თუმცა მის წინააღმდეგ ასე ბრალი წარდგენილი არ არის. თავად კლინტონი უარყოფს იმ ბრალდებას, რომ მან ეპშტეინის სექსუალური ხასის დანაშაულის შესახებ რაიმე იცოდა. ნაცია, სკანდალი არა მხოლოდ ამერიკის ყოფილ და მოქმედ პრეზიდენტებს შეეხოთ, არამედ დიდი ბრიტანეთის უკვე ყოფილ პრინცსაც. რა არის ამ დოკუმენტებში სამეფო ოჯახის ყოფილ წევრზე?
ენდრიუ უინძორი პრინცი აღარ არის უკვე 2 თვეა, მიზეზი ერთ-ერთი არასრულწლოვანი მსხვერპლის მემუარებია, რომელიც 2025 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა. მემუარები, რომელიც მსხვერპლის თვითმკვლელობის შემდეგ გამოქვეყნდა, ვირჯინია რობერტსის მიერ არის დაწერილი და ის წერს, რომ მაშინ ის იყო 17 წლის და ის ეპშტეინთან მასაჟისტად მუშაობდა. ეპშტეინის კუნძულის ერთ-ერთი ხშირი სტუმარი იყო ელიზაბეთ მეორის შვილი, პრინცი ენდრიუ და ის მასზე სექსუალურად ძალადობდა. პრინცი ენდრიუ ეპშტეინთან დაკავშირებულ სკანდალში პირველად გაიხვა 2015 წელს, როდესაც ზუსტად ვირჯინიამ უჩივლა ამერიკელ ფინანსის და ვირჯინია მაშინაც ამტკიცებდა, რომ ეპშტეინი მას იყენებდა თავისი გავლენიანი ცნობილი მეგობრებისთვის, მასთან სექსუალური კავშირის დამყარებას აიძულებდა და მათ შორის ასახელებდა პრინც ენდრიუსაც. თვითონ ენდრიუ უინძორი დღემდე უარყოფს ბრალდებებს და ამბობს, რომ ის udანაშაულია. მადლობა ნათია, კიდევ ერთხელ უთხრათ მაყურებელს, რომ ამ დროისთვის იუსტიციის სამინისტროს ხელთ არსებული მასალის დაახლოებით 10% არის გასაჯაროებული, უახლოეს 2 კვირაში, 2 კვირის ვადაში კიდევ 1000-ობით ფაილის გამოქვეყნება იგეგმება. თუმცა უნდა ვთქვათ, უკვე შეგიძლია ვთქვათ, რომ მოლოდინი, რომელიც შექმნეს დემოკრატებმა რესპუბლიკელი ტრამპის წინააღმდეგ, არ გამართლდა. ფაქტია ისიც, რომ ამ დროისთვის გასაჯაროებულ მასალებში ტრამპის დანაშაულის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი, ფოტო ან ვიდეო მასალა ამ მასალებში ყოველ შემთხვევაში არ იძებნება. მადლობა, ნათია ჩეხერია საუბრობდა კურიერი PS-ის პირდაპირ ეთერში.